დღეს მივდივართ მართა უნდა გამოვიყვანოთ სკოლიდან და უნდა დავპრენკოთ მეგობრებო. ძალიან უნდა დავპრენკოთ, რომ ჩაჯდება. ესე უნდა გავაკეთოს, რომ ვითომ თავისმა დამრიგებელმა დამიბარა სკოლაში. აი რავი, ჩემი ბავშვობის კოშმარი ეგ იყო, რომ ოღონდ გამოვხდარიყო. ტელეფონზე რომ ვინმე რეკავდა ხოლმე, ისე მეშინოდა, რომ არ ვიცი რა და არ ვიცი ხა ამ თაობას ეგ შიში აქვს თუ არა, მაგრამ ნახოთ რა მოხდება. ბავშვებო, თქვენთვის ოდესმე თუ დაურეკავთ სკოლიდან. დღეს გელას და მართას კიდევ ერთი შანსი უნდა მივცეთ და ძალიან ბევრი უნდა ვითამაშოთ. გახსოვთ ვინ გაიმარჯვა წინა მატჩში? მე მოვიგე. გამარჯობა. ჩვენ ვართ ორი ერთნაირი და ახლა შენც ჩვენთან ერთად ითამაშებ. წარმოიდგინე რომ ხელში გიჭირავს MM-დეპსის შეკვნა. შეგით არის 6 ფერის შოკოლადი. წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ნარინჯისფერი და ყავისფერი. შენ უნდა გამოიცნო ერთ შეკვნაში რომელი ფერი იქნება ყველაზე მეტი. აირჩე ის ფერი, რომელზეც გული გიგრძნობს, რომ ყველაზე მეტია და დათვალე ეკრანზე. 3, 2, 1. მშვიდი წრეს ანუ ჩემზე არა დამკიდება. დღევანდელ საბოლოო მატჩი კი გადაწყდება. თუ გელა მოიგებს, არხს სამერთნაირს დავარქმევთ. თუ მართა მოიგებს, სითიმოლის გასართო პარკში წავიყვანთ. ხოლო თუ მე მოვიგებ, მართა აღარასდროს ჩაიცვამს იზაბელა მანანდებს. სიმართლე რო თქვა. არ მომწონს. მე პირადად არ მომწონს. გახსოვთ რამდენი ხათაბალა გამოვიარეთ ეს ფეხსაცმელი რომ გვეყიდა. დღევანდელი თამაშის ჩატარებაში ჩვენი მეგობარი მაღაზია და ქსელი ორი ნაბიჯი დაგვეხმარება. დაგვიწერეთ კომენტარებში ვინს გულს შემატკბირებთ. მე მართას თუ გელას. მანამდე კი ცოტა უფრო ახლოს გაგვიცნობთ. წინაზე როგორც გახსოვთ მეგობრებო, მართა დავპრენკეთ. ხმამაღლა ქონდა მუსიკა ჩართული. ისე მივედით სკოლაში. დღესაც პრენკავთ და მაგამდე რა თქმა უნდა ვთამაშობთ კვიზობანას, რომელიც არის 3-ვეზე. პირველი კითხვა. ვინ ეხვევა შარში ყველაზე მეტი? შენ ცალსაღად. კი, ხო, მეთანხმები. იმიტომ რომ აი სულ რაღაც უვარდება, ანუ რაღაცა მოვიწყდება. შეიძლება დაეწვას, ბარათები ეკარგება. გამრჩეს. ანუ სახელა რომ გადის უეჭველი უკან ბრუნდება და უშლის ბებიაჩემს ნერვებს. ვის ჭირდება მოსამზადებლად ყველაზე მეტი დრო? მე არა. მართას? ხო, მართას ალბათ. გელამ ჩამოუტანა ურტყა ჩვენს მართას საფრანგეთიდან და მოგწონს ზედა? ჰელო, რა ხდებოდა სკოლაში? ცხრიანი? გვარი 7-იანი მიგეღო რა. აი რევსე უვნები. არა, კაი ნიშანია ცხრიანი. შეხორა სამბობ რა. ცხრიანი რატო მიიღე მოგვიყევი? თუ ერთ შეცდომას დაუშვებდი 10-იან დაგეწერებოდა. ხოლო ერთ შეცდომა ქონდა რა და მეორე ანუ ერთი ამოცანა იყო რომ კვადრატის პერიმეტრი არის 20 სანტიმეტრიო. გაიგე კვადრატის ერთი გვერდის სიგრძეო და გაიგე კვადრატის პერიმეტრიო და პერიმეტრი აღარ გამოვთვალე. პერიმეტრი ფართობი არ გამომითვლი. ფართობი 5 გამოვთვალოთ 5-ზე არის 25. და ეგ აღარ დადე? არა, ოღონდ გამომრჩა. ყურადღებობა. კაი, გავაგრძელოთ კითხვები. ვინ არის საუკეთესო მზარეული? და იყოს გელა, მაგრამ აი იყოს გელა რატო? ანუ ჩვენ სამში ეხა ავოკადოს აკეთებ ტოს. რო არ ზერცბრილს. რო ვეუბნები გამიკეთეთ ხო? აი სტაფაზე რაღაცები და აუ ეხა არ მინდა რა. თუ თვითონ უნდა მარტო მაშინ აკეთებს გემრიელად. კვერცხი არ გაჭამე 9 საათის წინ? ვერცხი შევიწვა. კაი, ვინ ხარჯავს ფულს ერთიანად? გელა. გელა. რა კითხვებია აი. რა კითხე გელა. კაი, ხო, კაი. 100 ლარი რომ მისცენ, რავი 1000 აზრი არ აქვს, მაინც ერთი არის დახარჯავს. კარგი, გადავანაწილებ ხოლმე 4-ზე. ვინ არის ყველაზე ბუტია? მართა რა თქმა უნდა არის. ყველაზე ბუტია. გელა. ვინ რაზე ვიბუტები? შენ ხარ წუწუნეს და ბუტი. და ეს ბრაზიანიო. ბრაზილიანი მრისანი. ვინ არის ყველაზე ნირიახა? გელა. გელა. რატო არ მე ნირია ხარ? ოთახშია. აუ, ოთახი დალაგებული მაქვს რო იცოდი. არა, ყველაზე დიდი ახლა შეხარ. ყველაფერში გელა. აი შემდეგ კიდე შეხარ. ვინ არის ყველაზე წესრიგიანი რომელი ხართ? მე. რა შენ? არ არც ერთი არ ხარ. მე ვარ ყველაზე წესრიგიანი. რა საერთოდ ყოილია. აი მომნახოს შეიძლება აი. რა მეტყობა მოუწესრიგებლის? აუ, ხო, გარეთ კი იცმევ ლამაზად ეხლა და სახში არა, მე ვარ. არ ხარ სამში მე ვარ. არ ხარ. არა, მოდი ბებოს კითხოთ ეგ ამბავი. კაი, დაიცადე, ხავე გავარკვევთ. ბებო, სწრაფი კითხვა და სწრაფი პასუხი გჭირდება. მართას შორის, მანას შორის და გელას შორის ვინ არის ყველაზე წესრიგიანი? სწრაფად ერთი თქვი, ბევრი ლაპარაკის. არა, მაინც. მაგრამ მაინც. მე ხო? მაინც აი რო გამოირჩევა ოდნავ მაინც რა რაღაცა. ყველა ერთნაირები ხართ. არა, ვერ გაგაცალკავებ. კითხვა და პასუხზე ვერ შევთანხმდით. პასუხი გჭირდება. არც ერთი. 3 ერთნაირი ვართ? კი, 3 ერთნაირი ხართ. აი, მადლობა. კაი, მოუწესრიგდებით და დაგირეკავთ.
ვინ იღვიძებს ყველაზე ადრე? მართა რა თქმა უნდა. მე. ვინ არის ყველაზე მხიარული? მე. არა, მე. მე. გელა. აი, რა ხიარული. რომ ხიარული დილიც რა სახით გამოდის ოთახი? არის საათ მხედავ რა სახით გამოდიორო. ჩემზე ხიარულია გელა? კი. აუ, შენ ძაბრაზიანი ხარ. ხო, მაგრამ ხიარულიც ყველაზე ძალიან მე ვარ. ვის არ შეუულია სნექის გარეშე? მართას. ვინ იკვება ყველაზე ჯანსაღად? მე რა თქმა უნდა. მე რა თქმა უნდა. ხელა უკადო შეუჭამია და მინდა გადაგვა ხოლა. ვინ შოპინგობს ყველაზე მეტს? მანანა. რა მანანა, რა მანანა, რა რა შენ მე და გელა გავყავი და ყველა ზარაში იმაში დაინაე კაბებს არჩევდა და ჩვენ მივყვებოდი ცუცკებივით ეს ხო არ გინდა მანანა ეს წინდა ეს შარვალი და მარჩა გოგო ფეხსაცმელი ვინ გიყიდა იზაბელები გოგო ეგ არის 2 თვის წინ და ეგ იყო 2 წლის წინ მაგრამ იგივე ხარ 2 წელია გულში უდევს რომ მე გამომხდე საშოპინგოდ რა მოხდა ყველა ოჯახის წევრი მიხვდა რომე წინა მაინც გეყიდა ჩვენთვის ვინ ყიდულობს პროდუქტებს სახლისთვის? ბებო ბებო და მაგის მე და გეაწყიდობ ხოლმე თვის ბოლოს ვინ არის ყველაზე პოპულარული? ნუ ალბათ მანანა მაინც. მადლობა ამაში მაინც რომ აღიარე ვინ იქორწინებს პირველი? ჩემი აზრით გელა და ქორწინდება და გელას ხა ყავს უკვე შეყვარებული რა TikTok-ზე აკომენტარებენ რომ მანანა მიცის და რაღაცეები და ხალხს გონია რომ აი მე ოჯახი დაანგრი ანუ ხო ხალხს გონია რომ გელა ჩემი ძმა კი არ არის ანუ რავი ჩემი შეყვარებულია და კითხვები ამოვწურეთ მეგობრებო. ესე იგი სადღაც 3 წლის წინ თამაშობდი ესე რომ დამეყენა ბოთლი რა და უნდა ხესთი რამე რომ ხალხი შე მარილს ყარიდა რომ მე კარგად შევედა მართლა კარგად აკეთებდა დაუდე ეს ბოთლი რა და გელა მოვიდა სახ შემოდი თუ რა აიღო ეს ბოთლი დალია და გადმოაფრთხა აი იცით რამდენი მარილი ჩავყარა აი გელა ადრე მიდევდა ხოლმე სკოლის ჩანთაში 2 ლარს კევს რა ერთხელ ჩამიდო 3 ლარი კევი და კრუასანი და ეგ კრუასანი რომელიც ჩამიდო ძალიან მოყოლები გიждდებოდი რა ჩუმან მიდევს ხოლმე რა ღამე რომ მოდის რაღაცა და საყვარელი გამომიყვანა. მეორე კლასში ვიყავი მან რა რომ მივედი სკოლაში მეთქი ახლა ვიღაც ჩავარდა ლობიანია ხაჭაპური რა უნდა შევჭამო ანუ არ დამიხედიან რაღაც ფენოვანივით რაღაცა იყო მე გადავაგდებს გადავაგდე რა მომორჩა აი ვინ გეგონა რომ ჩადიდო ვერ გავიგე ანუ პროსტა მეთქი ვინმე ჩაუვარდა თქო ესე რამეზე ჩავარდა მეთქი და გადააგდე და მე გელა ამბობს მოგეწონა კრუასანიო და მე მოვატყო კითხა ძალიან მეთქი და მე სკოლაში სიარული როგორ გასწავლე ეგეც მოგევა ხალხო ნიშნულებს მასწავლიდა და ეგ რაც მინდოდა არ ვიცოდი როგორ უნდა გადახვიდე გზაზე რაღაცა მაგრამ რო წერია X-ი ეგ რაც მინდა ვიცოდე პირველ კლასელმა ბავშვმა რა არ გამოგადგა არა ვაფშე არ გამომადგან ჩვენ მივდივართ სასტუმროში ხაშორის მარტა ხაშორის მარტა ეგეც კარგ სასტუმროში ერთჯერობით არ წაგვიყვანია 22 თებერვალს 2-1 აქვს დაბადების დღე და ამასთან დაკავშირებით მარტა მიყვავს სასტუმროში იქ იქნება პადელი ჩოგბურთი აუზი მოკლედ გართობა და უნდა გავართოთ ჩვენი იუბილარი ალო მარტას ასეთ რეაქციას მართლა არ ველოდი და რომ ცოდნო და ალბათ ამ ბრენკს არ გავაკეთებდი. გაინტერესებს რა მოხდა? მოდი ჯერ ტოპ კომენტარი წავიკითხოთ. მე წიგნი უნდა შევქნა და რომ გამოვა გაარჩიეთ. არ მაინტერესებს ბიჭი ვარ თუ გოგო, მე თქვენი ფანი ვარ. ლევან ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად წავიკითხოთ და დაგეოდებით. ხომ იცი როგორ ვამბობ, თავარი აქ ჯეროდეს. შეუძლებელი არაფერია. და მართალი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა გოგო ხარ თუ ბიჭი. ორი ერთნაირი საზოგადოებას აერთიანებს სიკეთე და შრომის მოყარეობა. ესწამია ჩიტა. გისმენთ? გისმენთ? დიახ. კი, გამოვიყვანეთ მართა, კი. კარგით. ხო, კარგით. კი, მოვალთ ეხავე. კი, კაი. შენ დამრიგებელი იყო. შოთა ანუ თუ შეგიძლია რომ დირექტორთან მოხვიდეო. რამე ხო არ მოხდა? ვაიმე. რამე ხო არ მოხდა? რამე ხო დაიშალა? კაი, ნუ გეშია პრენკია. ცხოვრება მართლა შეეშია. გოშვა განიცადა. ვაი. როგორ ვიხმრდო? გოგო რაღაცა დაშავებული ხო არ გაქვს ისეთი სახე? ვინმე სხვა არ გაუკეთე რა. ანუ რაღაცა დაშავებული აქვს და ხახო რა სახე ეგეთი სახე არასდროს იცი როგორ შემეწო და მოდი ჩემთან მოდი. თან რა კარგად ვითამაშეთ მე მეგონა რომ მართლა გამორთე ვიდეო და აქედან ვიჭიროთ
ტრიკი მეთქი დაავიწყდა და ამ დროს იხევდი შენ და წაკიცი როგორ მეცნებოდა. ბავშვი დაიპრენკა 100%-ით ხალხო. გაფიქრა. აი რომ ამბობდი ეხაც ეშინია თუ არა ბავშვებს თუ კი ეშინია. აშკარა. ბავშვებო გახსოვდეს შეცდომები საში არ არის. მთავარია ის რომ სახლში ყოველთვის სიყვარულით გეოლდებიან. გეო კოკა-კოლა იპოვა ჩემი მაგარი და კოკა-კოლა. რა მაგარია. ეხლა ორი ნაბიჯი დაგვეხმარება და რაც მოუნდება იმას ავიღებთ და პლუს ჩვენი თამაშისთვის ავიღებთ იმას რაც დაგჭირდება. მანამდე კი კიდევ ერთი ტოპ კომენტარის წაკითხვას მოვასწრებთ. გამარჯობა ორი ერთნაირის არხო ძალიან მიყვარს ეს არხი და ძალიან მაგარი ვიდეოები გაქვთ. მაგრამ ერთი კითხვა მაწყობს თუ შეგიძლიათ მითხრათ არხს რატომ არ ქვია სამი ერთნაირი? ცოტა არ გამიგებთ. დიდი მადლობა გაგა ჩვენ ძალიან გვიყვარხართ ყველა ჩვენი გამომწერი. გელაც გვიყვარს და როგორც ყველა დაძმას ჩვევია ერთად თამაშიც გვიყვარს. ზოგჯერ ნერვებზე თამაშიც. ერთმანეთის გამოწვევა და მოულოდნელი სიურპრიზები. და თუ დღევანდელ თამაშში მოიგებს არხს სამ ერთნაირს დავარქმევთ. და მგონი შენ აშკარა უკვე ვის გულს შემატკივრო. მოვედით ორ ნაბიჯში ახლა შევალთ და პირველ რიგში მართას რაც უნდა იმას ავუღებთ, იმიტომ რომ ბავშვი კი ნაღმობატირეთ. აი ეს მინდა ფინდერი და კიდევ ავიღებ. აი ეს მინდა. ოპა, აი აიღე. აუ ხო ეს კევი და ავიღებ ამას. აი ეს ზანი. შეგ ბევრი ყრია და კაია რა დიდიცაა და მოვწო ზანი. აი მოკლედ ეხა ჩვენი ჩელენჯისთვის დაგჭირდება 2 წყალი, ჩიფსი დაგჭირდება, წამოდით. ჯეკერის ჩიფსი დაგჭირდება, მოდით 2 წალს ავიღებ, ჩემი საყვარელი გემოებია. წავეც ეხა წყალი ავიღოთ. 2 წყალი დაგჭირდება. ძალიან მაინტერესებს მართა მოიგებს თუ არა. კი. მოკლედ მეორე თამაშისთვის დაგჭირდება MM-დემსები. ფერადი MM-დემსები. ძალიან კაი ჩელენჯია სხვათა შორის. ესეც ასე მეგობრებო. გამოვედით ამ კევს ეხა მეც გავსინჯავ. ეს კევი ძალიან მიდოდა. რა კაი სუნია. აი ბავშვობას მახსენებს. მოიცა. ძალიან კაია. ეს მე რა. წავედით, ყველაფერი ავიღეთ, რაც გჭირდებოდა. კიდევ ერთხელ მადლობა ორნამიჩ, რომ ვიდეოებში გვერდით განან და გვაძლევენ საშუალებას, რომ ესეთი საინტერესო ვიდეოები გადავიღოთ და წავიდეთ ეხლა მთავარი ჩელენჯი გავაკეთოთ. მეგობრებო, მოვედით ლოკაციაზე და მართა ეხლა ვარჯიშობს, ნახეთ, როგორი რაღაცაა, ეხლა ავხსნათ მოდით წესები. ნახეთ, აქ დევს ჩვენი ჩიფსები, აი ესე და აქ დევს უამრავი ფურცელი. შეჯიბრის მთავარი პრინციპი არის ბოთლის დაყენება. მართა იცდება ეხლა დაყენებას. ოპა, აი ხა დააყენა და ეს ჩიფსი გადადის წინ. მეორე ადამიანიც იგივეს ცდილობს და ვინც უფრო მალე მიტანს აი ამ ჩიფს, ხოლო ფურცლამდე ის არის მოგებული. ჯერ პირველ რიგში შევეჯიბრებით მე და მართა ერთმანეთს, ხოლო შემდეგ მოგებულს შეეჯიბრება გელა. და იცით რომ თუ გელა მოიგებს, აუცილებლად ორი ერთნაირის გადაერქმევა სახელი და გახდება სამი ერთნაირი. თუ მე მოვიგებ, მართა აღარ ჩაიცვამს იზაბელა მარანტების ფეხსაცმელს და თუ მართა მოიგებს, წამიყვანთ ციტიმოლში როა აი უდიდესი გასართობი პარკი. ესეც ასე მეგობრებო, წესები ნათელია. მოკლედ ვიწყებთ ამ ჩელენჯს და ჩემი აზრით მაინც მე გავიმარჯვებ რა. აუ რა მაგრა ქენი გაიწია. გადმოიტანე. აი უნდა დავკონცენტრირდეთ მეგობრებო. აი შენ აგრძელებ ისევ. მართლა? Yes. ეთქეს დადგა. აი გოგოინა დაკონცენტრირდე და ცოტა დაბლა უნდა დააგდო აი. მიდი. რა ხდება? ჩემი ჯერია. Yes! აუ! და დარწმუნებულია მართა რომ მომიგებს, მაგრამ მეგობრებო, რაღაცა ეჭვი მეპარება. მიდი აბა. შენ უნდა თმე. კიდე ჩემი ჯერია. ეხა ძალიან რომ დავსპეცდე და სულ წამოვიყვან. და ეს დააკეთე. ან რა კარგად დადგა ეგერ. მეორე ქულა მართას. და ეხა კიდე. ეცი. ამ მეორეზე ვეღარ ვაყენე. მიდი. არა. ან ვადრე გადაბულად 20 ვაკეთებდი ხოლმე. ეხლა დამოვიწყდა. პრაქტიკა. მართლაც სკოლაში ვაკეთებდი ყოველ დღე და გაიწი ცოტა აი ხელს მიშლი. ცოტა აი ხარს მიშლი. Yes, Феу. არა! Yes. Чипсы მოდის. ლამის. აიმე! ლამა мама red pijama. არა. აუ აი რატო იჭიმები? რატო? ნახე იცი როგორ დგავარ ეს ვის. კაი მასწავლე თან. აი გას. გაიწი, იხა რას მასწავლე, ჩემი ჯერია. რო დადექი და ეგრე ქენი. კლასი ნახეთ. მაინც გიგებ ხა და აი რა გიქნა მაგი. ჩემი ჯერია. არა მაინც გიგებ ხა და. ეშინია უკვე ცოტა ხალხო. მაინც
მაინც გიგებ. ეშინია უკვე. აი ესე მეგობრები. დიდი! კიდევ ერთი. დაკანი! მე დიანა ვერიზა. აგირიო ტვინი. არა. გაიწიე ხა. Yes. გაუთანავდი. მოიცა. No, bro. ნუ გავხდი Justin Bieber. No. კაი, გაიწიე. არა. ეხა იმდენს წამიგებ, რამდენიც მომიგე. Yes. ნახე, ამოვარდა კალაპოტიდან. აბარა! ვინიგებს მეგობრები. აცი! გაიწიე. არქენას. გაიწიე. არა. მე ძალიან დაძაბული არა და მეგონა რომ მე ეგრევე წავაგებდი, მაგრამ ხალხო, დააკომენტარეთ ვინ მოიგებს თქვენი აზრით. არა. Yes. არა მეთქი. ეს რა იყო? არა. აი კიდე ერთი ზონდა. ეხლა ვიდიახ შენკენ, მაინც არ დამიგი. ნუ შვები ეხა. Bravo, მოიგო. არა, მე ძალიან ჩავძაბე ხა აღიარეთ. ჯერჯერობით მართა მოიგო. ახლა მართა და გელა გააკეთებენ ჩელენჯს და ნახოთ ამ ჩელენჯსაც თუ მართა მოიგებს, უეჭველი უნდა წავიყვანოთ მერე გასართობ ცენტრში City Mall-ში. ამჯერად თამაშს პირველი გამოეთიშე. სამაგიეროდ მართამ თავისი იზაბელა მანატები დაიტოვა. დაგვრჩა ორი მონაწილე და წესებს შეგახსენეთ. თუ მართა მოიგებს, მას City Mall-ის გასართობ პარკში წავიყვანთ, ხოლო თუ გელა მოიგებს, არხს სამერთნაირს დავარქმევთ. იცით რა უნდა ითამაშოს მართამ და გელამ? თქვენი თამაში. სანამ მართა ჩვენი არხის ბეჭს გადაწყვეტს, კიდევ ერთი ტოპ კომენტარიც ნახოთ. მესამე ტოპ კომენტარის ავტორია საბა. მართა და მანანა, თქვენ მას სწავლეთ როგორია სიკეთე. არის თვისება, რომელიც ბავშვს დაბადებიდან ებადება და ის იმნაირი სიკეთეს აკეთებს, რომელსაც მის გარემოცვაში ხედავენ. და შენ და მართა ხართ ისეთი ადამიანები, რომლებშიც არის კეთილი სიკეთე. ცხოვრებაში მთავარია გჯეროდეთ. მადლობა საბა, რომ ჩვენთან ხართ. ნამდვილად გჯერა, რომ ყველა ადამიანი იბადება სიკეთით, მაგრამ გარემო სიტყვები და მაგალითები წყვეტს იმას, თუ როგორ გაიზრდება ეს სიკეთე. მოკლედ მეგობრებო, წესები ასეთია, ძალიან მარტივი. ჩვენა გვაქვს 3 M&M-ი, ერთმანეთს ეჯიბრებიან გელა და მართა და უნდა აირჩიონ ორივემ ერთ-ერთი ფერი. შემდეგ მე ამ M&M-ს გადმოვყრი და ვისი ფერიც უფრო მეტი M&M-ი ამოვა, ის მოიგებს. აბა წავიდა, აირჩიეთ ფერები. აი, მე ვირჩევ ფერ ლურჯს. აი, მე ავირჩიო მაშინ მწვანე. ლურჯი მართა, მწვანე გელა. მე შვილი წრეს, ანუ ჩემზე არა დამკიდება, მაგრამ ეს ვიცი რომ ლურჯი ბევრია ხოლმე, საკმაოდ. M&M-ში. აბა წავიდე. მე მწვანე ვარ, აი მე უგებ ჯერჯერობით. აი, სულ მწვანეები, ხალხო. აი, და 3 ფერია. 4, 6, 7. 7 3 ვიგე. 3-მა. რაღაც მწვანე საერთოდ არა, ხალხო. ამაში მწვანე საერთოდ არ იყო. 6. 6, 7. მწვანე საერთოდ არ იყო მეორე შემთხვევაში, როცა პირველში იყო 7. მწვანე არ იყოს. 1 გონი ფრეა. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. 1 2 3 4 7 8 რადგანაც ძალიან ოდნავ მოიგო გელამ, იგი აირჩიეთ ფერი. ყვითელი და სტაფილოსფერი. სტაფილოსფერი. და ყვითელი დამრჩა მე. აუე ხარი ჩვენება. სტაფილოსფერი. ყვითელი ვარ მე, 3 ყვითელი. ძალიან დაიძაბა მეგობრებო, დაიძაბა. რამდენია? 6 მაქვს მე. 2 3 4 5 6 7 8 ძალიან იძაბება სიტუაცია. რამდენია? მამიდე. რამდენიც? 1 2 3 4 5 6 7 8 9 11 გაქვს? და ბოლო ნახეთ მეგობრებო, რა დარჩა. წავაგე, ანუ. რა? კაი, ფრე არის რა. რაღაც უნდა გადავწყვიტოს. მოდი ბოთლის დასმა 3-ჯერ ვინც დასვავს პირველ. წავიდა, მე დავიწყებ. მიდი. რო აქედა მერსო. ნერვიულობა მეგობრებო. მამა ლამა red pijama. აბარა, ერთი და ერთი არ გადაერკვევა არც სახელი. მოვიდე და გადაარჩინე ორი ერთნაირი მართლა. აბარა! უნდა დავძაბო არა? არა. არ გადაერქმევა თქო. ერთი წართა.
ერთწამი მართა იფიქრე ეხა წდება ორი ერთნაირი სახელის ბედი გადაერქვა. მიდი მართა არა მიდი მართა დავმარხდი. არ გადაერქვა სამი ერთნაირი ამას გაიგე ვერსად ვერ მოვიგე და ვერ მოვახერხე რომ ჩემი წვლილიც რაღაცნაირად შევიდეს ამარხის სახელში, მაგრამ არა უკვე. მოკლედ მეგობრებო, ესეც ასე, ამ ჩელენჯში გაიმარჯვა მართან და რა თქმა უნდა რომ წავიყვან City Mall-ში. მაგამდე ჯერ კახეთის ვიდეოები უნდა გადავიღოთ. ძალიან მაგარი ვიდეოები გელოდებათ ძალიან მაგარი ვიდეოები გელოდებათ, მოკლედ და აბა მომავალ შეხვედრამდე გამოიწერეთ ორი ერთნაირის არხი. კარგად